მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები. გამოიწერეთ სტუმრებო ჩემი არხი. ბევრ საინტერესო რიტუალებს და გაშლებს იპოვით. ჩემი ძველი რიტუალები და გაშლებიც ყოველთვე თავიდან მუშაობს და სხვანაირად მუშაობს თითოეულ ადამიანზე ინდივიდუალურად. როგორც წამს, რა წამსაც კი ჩართავთ იმ ვიდეოს და უყურებთ, იმ წუთიდან ამუშავდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის ინდივიდუალურად. მოკლედ, ძალიან მიხარია, რომ ესე გაინტერესებთ ხოლმე ჩემი გაშლები და მეც მიხარია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ინტერნეტი გადავსებულია და ახლებიც დაგვემატა. ჩვენს ჯგუფში, ჩვენს ოჯახში, ასე ვთქვათ. არიან გამონაკლისი ხალხი, რომლებიც არ არიან, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ იყოს ხოლმე ჩემი გამომწერი და იბლოკება თავისთავად ჩემიდან და თვითონ YouTube-დანაც. და სპამში ვარდება არაკეთილის მსურველები. და ასეთი თემა მე ვაპირებდი, მაგრამ ასე ვთქვათ, ბევრი ის ვნახე პირადი მოწერა, მოკლედ პირად ნომერზე, რომ ნინია გაგუშალე. მოკლედ მე რო ჩავატარე ეხლა ძალიან ერთი კვირა, ალბათ 10 დღის წინ რიტუალი ბუმერანგი მტრებს თქვენი ცრემლებისთვის. გახსოვთ ხო? აი ეს მთხოვეს ბევრებმა და ვიცი რომ თქვენც დაგაინტერესებთ. მოდით ახლა დავიწყოთ, რა ხდება. რა ბუმერანგი მიუბრუნდა უკან თქვენს არაკეთილის მოსურვეებს და ვის მიუბრუნდა უკან და რა სახით თქვენი ცრემლებისთვის. დავიწყოთ გოგოებო, ბიჭებო. პირდაპირ ესე იგი, ვინც ხმლით მოვიდა, ხმლითვე წავიდა ემოციურად თქვენ რომ ნეგატივს გიკეთებდნენ, რომ ესე იგი, აი ნახეთ, რამდენი ცრემლი გაქვთ დაღვრილი და იგივე ძალიან იტირებენ 10-იანი თასები, 2-იანი თასები, ხმლების მეფე კი არა, ალბათ სულიერად ამოვიდა ხმლების მეფე, ტუზი ხმლები, ნიაღვარი იქნება, მე რიტუალში ვამბობ, რომ რაც მე ესე იგი მარტო მე არა ინდივიდუალურად ჩემი გამომწერზეც ვამბობ, რომ რაც მე ესე იგი ცრემლები მიღვრია, ოკეანე და ზღვა, ამას გიბრუნებ მტერო, ხო? მტერზე და მე ვამბობთ მტრის სახელს. ნახეთ, რეები დაუბრუნდა. ოკეანე ტირილი და ოკეანე ცრემლი. ძალიან მიხარია, რომ უკან უკოვე დაუბრუნდა ბევრი თქვენგანის და ჩემს მტერსაც და მტრებსაც, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩემმა ძველმა გამომწერებმა იციან, რომ მე დრო არ მაქვს, რომ ჩემთვის რიტუალი ჩავიტარო. მე თქვენთან ერთად უყურებ ჩემო გამომწერებო, ჩემს რიტუალებს და გარწმუნებთ, რომ მაგრად მუშაობს. აი ძალიან მუშაობს რა. კიდე აბა რა ცრემლი, აბა რა ბუმერანგი რა დაუბრუნდათ უკან ჩვენს მტრებს, ჩემსა და თქვენს მტრებს რიტუალის მერე. აბა ვნახოთ. საგონებელში ჩავარდნენ, საიდან მობრუნდა ესე სწრაფად, საიდან? ანუ მარტო ბუმერანგი კი არა, ჰოი საოცრება, გაგახაროთ გოგოებო, ბიჭებო. ანუ 10 კატი წავიდა, ბუმერანგი ხო წავიდა და წავიდა. და 10 კატიც წავიდა. 10 კატი არის რომ აისხლეტავ, ხო? აისხლეტავ ახალი გაკეთებულზე, ახალი გამოშვებული. აქ ბევრ თქვენგანზე მეუბნება, რომ ახალი და ჩემზეც, რა თქმა უნდა, მეც მებრძვიან, ხო, იდიოტები, მოდი ესე ვთქვათ. ხო და აი ეს ახალი გამოშვებული, ხო? ანუ აქვთ და ჩვენ და უკან წავიდა. პლუს დაემატა ბუმერანგი. საგონებელში ჩავარდნენ, რომ ეს რა მოხდა, რატომ იმუშავა მათ საწინააღმდეგოდ მტერმა ასე იფიქრა რიტუალმა და
რატომ მიუბრუნდა ელოდებოდნენ საგონებელში ჩავარდნენ რომ რითი აი ეს ზომიერება დაერღვათ აქ სამართლიანად მიუბრუნდათ სამართლიანად უყურეთ სამართლიანად მიუბრუნდათ ზომიერება დაერღვათ ესე იგი რასაც ელოდებოდნენ და აწონდაწონილი ქონდათ ეგონათ მაგრამ ნურას უკაცრავად მასშტაბურად ზოგს შორს ზოგს ახლოს მიხვდით ხო ძალიან კარგი აბა კიდე რა ბუმერანგი მიუბრუნდა მტრებს რიტუალის მერე აი ეს გულის ტკივილი, ნერვოზული სისტემები, აი ეს სიტუაცია ყველანაირ სფეროში ჩამოიკიდა, ცალფეხზე დაეკიდნენ თავით, ესე იგი ლამისა და აქ წყალი ხატია, მაგრამ ერთ ადგილას ჩავარდნენ. ჯანმრთელობა დაენგრათ თვითონვე ესე იგი ჩამოყირავებული სიტუაციით ესე იგი ვეღარ გამოვა ამ სიტუაციიდან ან თუ გამოვა ძალიან დიდი ხნის მერე ისიც სამყარო თუ დაეხმარება მიხვდი იმიტომ რომ აქ ბედის ბორბალი და ფორტუნა აქვს ჩამოკიდებული და აქაც კიდე სოფლიო დაჯდა ესე იგი ამაზე სოფლიო მათქმე ესე იგი სოფლიოს მასშტაბით მეთქი ჯერ არ იყო ამოსული და უკვე გითხარით ესე იგი ჩემი ენა ტყუილად არაფერს არ იტყვის ვინც მიცნობს იცით ხო ასევე განწირულები იქნებიან თავის თანამშრომლებს თავის ოჯახის წევრებს შვილიშვილსაც მკარნახობენ რაღაცა სამწუხაროდ ეს ხანდახან ერთ-ერთში ბუმერანგი დაატკატი არ ბრუნდება სამყაროსგან და უფლისგან და ბრუნდება, რაზეც ესე იგი ჩვენი მტრისთვის არის მისთვის ინდივიდუალურად ძვირფასი, ხო? ზოგისთვის პირადი ცხოვრება, ზოგისთვის ოჯახის წევრები, შვილიშვილები, შვილები, მიხვდით, ზოგისთვის სამსახური. აქ კი ყველანაირად განწირულია. სამსახურთან შეიძლება კი არა გამოაგდებენ სამსახურიდან, ძალიან კარგი. აბა კიდე რა ბუმერანგი მასშტაბურად იზოლირებაში მოექცა ენერგეტიკულადაც და სულიერადაც მინდა გითხრათ. ესე იგი კიდე ბავშვებს მიმანიშნებენ აქ, კიდე შვილიშვილებზე ან შვილებზე აქვს დარტყმა, რაზეც ესე იგი თქვენ დაგიმიზნათ, ესე იგი მე და თქვენ აგვცდა და ატკატი და ბუმერანგი ერთად წავიდა ჩვენს მტრებზე. არ გამოვრიცხავ რომ აქ რაღაცა სერიოზული ციხეც, ეს ციხესაც ნიშნავს რუიანი ხმლები ხოლმე ამ საკითხში კი მკარნახობენ რომ ბევრს ესე იგი რაღაცა ვისი იმედიც ქონდა იმ ადამიანს დაეტაკება რაინდი ახალგაზრდა მოზარდი შეიძლება იყოს გოგოც შეიძლება იყოს ბიჭიც არ გამოვრიცხავ აბა კიდე რა ბუმერანგი წავიდა ჩვენს მტრებს, აი კიდე მოზარდზე მეუბნებიან, რისი იმედიც ქონდა, რა იმედებსაც აწყობდა ან თავის ოჯახის წევრებზე, ან შვილიშვილებზე, ხო? ესე იგი თქვენ ყველაფერი გაუფუჭდება აბსოლუტურად და ემოციური შერყევა ექნება თუ წლოვანება ისეთი აქვს თქვენს მტერს და ჩემს რომ პენსიაზე გასასვლელია და ესე 50 წლის მერე 65-60-ის მერე ხო სერიოზულად ჩაჯდება და ისე დაისვენებს და ისე დაასვენებს ანუ ცუდი გაგებით ხო ჩვენთვის კარგი გაგებით უფალი და გამჩენი რომ ესე იგი ვეღარ გამოვა აი ამ სიტუაციიდან ვეღარ გამოვა ჩემო კარგო ვერანაირად ვეღარ გამოვლენ აბა კიდევ ნახოთ აჰა, კი, ნამდვილად იმოქმედა, მაგიჩობდა, ესე იგი დადიოდა და
ნუ რა თქმა უნდა აქ აი პირდაპირ არცერიდება აი ბევრს როგორ იცი თითქოს ესე მეუნებიან ჰაერიდან გამოგიგზავნათ მუქარა SMS-ი ინტერნეტით ზარით რომ აი მე შენ ნახე რას გიზავ მე შენ გაგანადგურებ მე შენ ასე მე შენ ისე ხო და ეს მიუბრუნდა ყველაფერი უკან გენაცვალე. გაურკვევლობა იქნება ყველა მხრიდან ესე იგი შეკამათება თანხებთან დაკავშირებით დიდ ვალებს და დიდ კრახს განიცდის ან ვინც შეპირდა რაღაცა საქმეში ეს ქალიდან მოდის ქალი რაღაცას ატყუებს თანხებთან დაკავშირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და აი ზუსტად აქ გაიჩხირება მარტო დარჩება და როგორც იცით გარიყული და გაცამტვერებული დარჩება. აბა კიდევ ნახოთ. კი, ნამდვილად, ესე იგი, ვისი იმედიც ქონდა, ისინი უღალატებენ, ეს ქალიდან მოდის, ქალიმა დიდი ფული აიღო, დიდი ფულში გადააგდო, ასე ვთქვათ, ჟარგონი ვიხმაროთ და სულიერად გაანადგურებს, ესე იგი, მიხვდით, ისევ ის ქალი გაანადგურებს, ვისი იმედიც ქონდა. და ასე იყოს, ამინ, რაც მე აქ ვთქვი, ყველაფერი ასრულდეს. კარგით, ეხლა გადავიდეთ, ჩემო კარგებო, თქვენ, ესე იგი, რა რიტუალის მერე ნეგატივის წმენდა თქვენი დაღვრილი ცრემლებისთვის დასჭა, ხო? აი ესეთი რიტუალი იყო, გავაჟღერო კიდე. მანამდე მოიწონეთ ვიდეო, იმიტომ რომ ნახვები არის ულევი და გამოწერის გარეშეც ბევრი ნახვებია. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, რომ უფრო კარგად რეზონირდეს ჩემო გოგოებო და ბიჭებო. აბა ნახოთ ეხლა რა არის, აბა რა წამოვიდა, რა გაიხსნა ჩემი გამომწერებისთვის რიტუალის მერე, ბუმერანგის მერე, მტრებს რო ბუმერანგი და პლიუს ატკატი მიუბრუნდა, დიდი მადლობა უფალო. აბა ნახოთ თქვენთვის. ნუ, 7-იანი პენტაკლი. ესე იგი, რა არის, იცით, ბევრი ფიქრობთ, რომ აი დავიღალე და ძალა აღარ შემწევს, რომ გავაგრძელო და განვიწმინდო თუ არა, ექნება თუ არა ამ ყველაფერს მიზანი. იცით რა არის, მე გაგაფრთხილებთ ერთ რაღაცას, რომ ყოველთვის, როგორც ესე იგი, რა განწყობითაც და რა გრძნობითაც და ნდობითაც ჩართავთ რიტუალს, ისე განვითარდება თქვენი სიტუაცია. რა თქმა უნდა, არ უნდა დაანებოთ თავი, იმიტომ რომ აი ეს ცრემლები უკვე თქვენ შემშრალებული გაქვთ, ჩემო კარგებო და წინ დგავთ ნაბიჯს. აი ეს ჩხუბი, აი ეს ჩუმი მტრები, უკვე აღარ გერიდებოდნენ და პირდაპირ შეტევაზე რო გადმოდიოდნენ, ხო? ეხლა თვითონ ისინი დაისაჯნენ. ენერგო ვამპირები და ეხლა ჩამოგეშვებიან, თვითონ ექნებათ უკვე სხეულზე ყველაფრის ტკივილი, ისე შეიგრძნობენ, როგორც თქვენ გაგრძნობინათ. თქვენ კიდე უყურეთ 6-იანი კვერთხები, ახალ ნაბიჯებს დგავთ, გოგოებო, ბიჭებო, გამარჯვების გვირგვინი გაქვთ, წინ მიისწრაფვით, გაზაფხული ისედაც დადგა და როგორ თეთრი ღრუბლებია და იასამნისფერი ცა, ჯადოსნური ფერის ცა, ასე რომ ნუ გეშინიათ, გააგრძელეთ ეს სიტუაციები, გაიწმინდეთ და უყურეთ, აი, ყველაფერი აბსოლუტურად მარტოობა, ვისაც ბედი გინდოდათ, გაგეხსნებათ, ცრემლები, აღარ იტირებთ, უკვე წინ წახვალთ, ყოველთვის, ესე იგი, ყველანაირად კარგად დამთავრდება სიტუაცია, მეგობრებო. აჰა, აგი კიდე გამარჯვებისკენ მიდიხართ, ნახეთ, თქვენი ოჯახის წევრები, ვიზეც გინდათ, ხო?
ძალიან კარგი ამბები მოგდით, სწრაფი ამბები მოგდით, ქალბატონი ხმლები, ესე იგი, ვისაც გინდათ კარიერა, სამსახური, საბუთებში ხართ, რაღაცას ელოდებით ხო, იქნება სწრაფი გადაწყვეტილება და კარგ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ასევე კი, ისევ საბუთებზე მიმანიშნებენ, ვისაც რას ელოდებით, აუცილებლად იქნება კიდევ შერიგება, ეს საბუთები, ვიზები, იქნება კიდე, ვინც სასამართლო პროცესს ელოდებით, კარგად დამთავრდება, წინ წავა თქვენი საქმე, გენაცვალე, ეს გულგატეხილობა ვიღაცა მესამე პირიდან იყო, მეტოქესგან, გოგოებო და ბიჭებო და ჩამოგშორდებათ, უკვე წავიდა პროცესი კარგ ხანის და სამყარო გეუბნებათ, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება, გულები გაგიმთელდებათ. ან კიდევ ახალ ნაცნობობას, ახალ ადამიანებს გაიცნობთ, გოგოებო, ბიჭებო, არ გამოვრიცხავ, ეს ტკივილი, ეს ყველაფერი პორჩა იხსნება, ვინც იწმინდავთ ჩემ რიტუალებიდან. ძალიან კარგი. რაღაცა, ესე იგი, სწრაფად დამთავრდება, კარებები გამოიხურება თქვენი უნიათობის, თქვენი მერყეობის, თქვენი თავის რო არ გჯერათ, თქვენი თვით დაბლოკვები, მიხვდით, ესეთი ნეგატივიც არსებობს, მეუბნებიან, 6-იანი პენტაკლი იქნება დახმარება თანხებთან დაკავშირებით, ნუ გეშინიათ, გამოდიხართ მდგომარეობიდან, ცოტა შეცვალეთ აზრები, კარგი აზრები გაუგზავნეთ, კარგი ფიქრები გაგზავნეთ სამყაროსკენ, რომ კარგი სურათი დაგიბრუნდეთ, დამთავრდება ეს რაღაცა, გარდაქმნა მოხდება, ეს ცუდი სიტუაცია დამთავრდება, გარდაიქმნება სიტუაცია, ძველი კარებები დაიხურება და ახალი გაიღება. ნუ 10-იანი ხმლები ცხრიან ხმლებთან, იცით რა არის ჩემო ბევრი აქ ხო ვიძახით, თვითონ დაიდგით, ასე ვთქვათ, დიდი ნეგატივი, თქვენ თვითონ გაიკეთეთ თქვენს თავზე, გამგები გაიგებს, იცით, ან არცოდნისგან, ან სპეციალურად შეკვეთილი, ან მოგბეზდათ აქ სიცოცხლის სუიციდსაც მეუბნებიან და ეხლა რა ვიცი რა გამონათება მოხდა თქვენს თავზე და მიხვდით რაღაცას, რომ უკვე კი გვიანია ზოგს ესე აჩვენებს, მაგრამ იქნება გამოსწორდეს და იქნება წინ წავიდე, რვიანი კვერთხები, გამოჯამრთელება გინდათ, მაგრამ ვიღაცასთან მაინც ესე იგი ან თქვენ თავთან კამათობთ, არავის არ მოусმინეთ და კრახი განიცადეთ და ეხლა გინდათ გამოხვიდეთ სიტუაციიდან. აქ შავი მაგიაა გენაცვალე, შავი მაგია დაფიქსირდა, ვინ გაიმეტეთ თქვენი თავები, ან ვინმე გაიმეტეთ და იქედანაც მოგივიდათ ბუმერანგი, ანუ აბრატკა, მიხვდით? ესეთი თემა ჩანს, ანუ აკეთებთ ცუდ საქმეს, ყველაზე დიდი მტერი დასაჯოთ, არ გინდათ ეს სიკვდილზე შეკვეთა, ეს ადამიანის მოსპობაზე არ გინდათ, ამით კარგად ვერ კი არა, საერთოდ არ გამოგისწორდებათ საქმე ხალხნო. კიდე რითი მიდიხართ წინ გოგოებო, ბიჭებო, ესე იგი, აგერ თასები ამოდის, ცხრიანი თასები, კარგი ფიქრები, დალაგებული გაქვთ აზრები, მაგრამ 3 გაქვთ არჩეული, 3 კონკრეტული, მიხვდით და დანარჩენი გაწეული გაქვთ. მოდით გეუბნებათ სამყარო, რომ აი ბევრი წინ წამოწიეთ და ისე გადახედეთ, ახლოს მოწიეთ თქვენი აზრები, თქვენი სიტუაციები და იმ დანარჩენ თასებსაც გადახედეთ, იქნებ იმაში იპოვოთ, ხო? ის აზრი, ის რაღაცა სიტუაცია, რომელიც წინ წაგწევთ, მიხვდით, გონება დაგილაგდებათ, გაგიწონასწორდებათ ფიქრები, აზრები. კი, აქ მენტალი იწმენდება, მენტალის გაწმენდა ცოტა ისეთია, რომ ინდივიდუალურს მოითხოვს, მაგრამ აბა კიდე ერთ ზოლს ამოვყრი.
აქ რაღაცა იდუმალი იხსნება, ხო თქვი, რაღაცა ახალი იხსნება, რაღაცა ახალს გაიგებთ, ან მამაკაცისგან, ან ბიჭებო, თქვენ გაიგებთ, თქვენ გზა გეხსნებათ და მამაცად დგავთ, გადადგავთ ნაბიჯებს. მოკლედ გაგახარებთ, რომ სოფლიო მასშტაბით, რასაც გინდათ, სადაც გინდათ, მასშტაბი ინტერნეტსაც გულისხმობ, რა ვიცი, ხალხსაც ხო, ძალიან დიდი ძალა გეძლევათ, გამოჯანმრთელება, აგე არწივის სიბრძნე, თვითონ ტყის პიროვნებები და ტყის მცველები გელაპარაკებიან, ძალა გეძლევათ, ახალ პიროვნებებს გაიცნობთ, ან დაახლოება მოხდება, გზები იხსნება, ესე იგი ახალი ნაბიჯები, მოგზაურობა, ახალი გაცნობები, დაპატიჟება, აი რო არ შეგეშინდება ისი, აი იქაც ვნახავ, აქაც გამოვცდი, სხვა სიტუაციასაც ვნახავ, მოვსინჯავ, აი ესეთი აზრები და ნაბიჯები გეხსნებათ, ძალიან კარგია და ასევე კიდე დახმარება ამოვიდა 6-იანი პენტაკლით დამთავრდა, აი ჩქარობს გავარდა, აუცილებლად ფინანსებზე ვისაც ელოდებით დიდ მასშტაბით, ნუ მე ხა ვინც რას ელოდებით და კიდევ ან მოგება, ან ადვოკატისგან, ან საზღვრებს გარეთ, ან საზღვრებს აქეთ, ხო, მიხვდებით, ხო, თქვენ თვითონ დამხმარე სიტუაციები და დამხმარე პიროვნებებისგან იღებთ თანხებს. ძალიან კარგი მეგობრებო, ძალიან მიხარია და ეხა მაინტერესებს მე კიდეც მოკლედ კონკრეტულად თქვენი დარიგება რა იქნება, დარიგება სამყაროსგან, რაც მე ვისაუბრე. ტუს პენტაკლი, წადით წინ, მოგება იქნება, გამარჯვება, გახარება, გზების გახსნა, გამოჯანმრთელება, პიროვნებების ახალი გაცნობა, კარიერა, ჯიბესავსე, გამოჯანმრთელება, ჯეკპოტი, ყველაფერი იქნება, აბსოლუტურად. უნდა გამოხვიდეთ, გაფრთხილებთ, ვინც აი ამ ტოქსიკურ სიტუაციაში ხართ, რაღაცა манипуляციები ხდება, სიყვარულთან და თანხებთან დაკავშირებით, გამგები გაიგებს, ფრთხილად იყავითო, გადაამოწმეთ სიტუაციები, ნუ იქნებით დარწმუნებული, ნურც ცოლ-ქმარი და ნურც შეყვარებულები და ნურც ნებისმიერი წყვილები და რაც მე აქ თქვი, ყველაფერი ასრულდება და 100% მართალია. მადლობა სამყარო, დიდი მადლობა, მეუბნებიან ეს აიღეო. ამოვიღე, რატო იცით, ისევ აი ამ ურთიერთობას ეხება, ცოლ-ქმრებსაც, ფინანსები გადაამოწმეთ, ასევე ნუ იქნებით დარწმუნებული, თქვენზე ძლიერებიც არსებობენ და ვიღაცას კიდე არ ძინავს. მაინც იფრთხილეთო და გაუშვით ეს სიტუაცია, ვისაც არ გინდათ და დიდი ხანი წასულია პიროვნება, წლები. მიხვდით, ნუ იტანჯავთ თავს. ამინ. დიდი მადლობა, თქვენთან იყო ნინია. მომავალ შეხვედრამდე.